სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო არის ქართული სივრცისთვისაც ალბათ და ისედაც ჩვენ სასიცოცხლო შეიძლება ითქვას დოქტრინა არის, რომელიც გადმოცემულია იოანეს სახარების მესამე თავში ნიკოდემოსთან საუბარში. და პიროვნება ესეთ ფორმულირებას აკეთებს, რომელსაც ქვია ჩარლზი. სალამი მოგესალმებით, მე ჩარლზი მქვია ჯონ. ბიბლიაში, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ იოანეს სახარებაში მესამე თავს, მესამე მუხლიდან მეხუთე მუხლამდე, სადაც წერია. მე პირველიდან წავიკითხავ და მთლიანად ამ ნაწილს, იმიტომ რომ ამის მოწყვეტა ძალიან მიჭირს, რომ გავხლიჩო ეს მთლიანად ეს მონაკვეთი დიალოგი ნიკოდემოსთან. იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდაველთა მთავარი. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუც ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორცაც შენ ახდენ. თუ მასთან ღმერთი არ არის. მიუგო იესომ და უთხრა მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც მაღლიდან არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სამეფოს. ეუბნება მას ნიკოდემოსი: როგორღა შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუ თუ შეძლებს დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას? მიუგო იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში. ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სული. ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ მეთქი. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს, მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი. მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა: როგორ შეიძლება ეს მოხდეს? მიუგო იესომ: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი? ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით და ვამოწმებთ იმას, რაც ვიხილეთ, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას. თუ მიწიერზე გითხარით, არ გწამთ. როგორ გაიწამებთ? როგორ იწამებთ? როგორღაც შეიძლება უკეთესად იწამებთ ზეციერზე რომ გითხრათ? არავინ ასულა ცაში გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია. და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა, რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ქონდეს. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი, არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი. ვისაც სწამს იგი არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე ჟავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდ შობილი ძის სახელი. ჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანება, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი. რადგან ყველას, ვინც ჩადის დანაშაულს, ზულ სინათლე და არის სწრაფი სინათლისაკენ, რათა მხილებული არ იქნას მისი საქმენი, ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისაკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი. გხედავთ? და აგრძელებს ჩარლზი. მე ყოველთვის მესმოდა და მწამდა, რომ წყლით ნათლობა ეს ნიშნავდა იესოს სიტყვის მიღებას და დაჯერებას, ხოლო სულით დაბადება კი სულიწმენდით ნათლობას. მე მაინტერესებდა, რომ ეკლესია, ზოგი პროტესტანტული და მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი ასწავლის 7 საიდუმლოს საკრამენტს. კათოლიკური ეკლესია მე მგონი კიდე 2-ს უმატებს 9-ს დაახლოებით, არ ვიცი ზუსტად. როგორ აკავშირებთ ამ ბიბლიის მუხლებს ამ წმინდა საიდუმლოებებთან? და მე საიდუმლო საკრამენტებზე განმარტებას გეტყვით, აი ნახეთ როგორი აქვთ მართლმადიდებლებს და ქრისტიანებსაც, კათოლიკეებს. ახლა მე არ ვიცი 9 საიდან მოიტანა მან, მაგრამ მე ვიცი რომ 7 არის. კიდე არ გამომკლება საიდან აქ ეს შეიძლება რომელიღაცა კათოლიკურს კონდეს. მაგრამ აი მე მოვიძე მართლმადიდებლური იმაში, საიდუმლონი ქრისტიანულ რელიგიაში საკულტო მღვდელმოქმედებანი, რომელთა შესრულების დროს საეკლესიო მოძღვრების თანახმად მორწმუნე მლოცველებს გადაეცემა ღვთისმადლი ცოდვებისაგან სულის სახსენებლად, ავადმყოფობისაგან განსაკურნალო სხვა. საიდუმლოთა შესრულების უფლება მხოლოდ ნახეთ უსმინეთ კულტის მსახურებს აქვს. წარმოგიდგენიათ? ნახეთ, აი სად შემოდის მათი მღვდლობის ინსტიტუტი. ნახეთ, მხოლოდ მათ შეუძლიათ რომ ჩაატარონ.
არსებობს ახალი აღთქმის 7 საიდუმლო, რომელიც დააწესა მაცხოვარმა ახლა იესოს ნახეთ არ დაუწესებია ეგენი. ნათლიზღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. და ჩვენ მოვისვენთ ახლა იესომ რა დაუწესა და რა დაგვიდგინა ჩვენ. და ჯონ მაკარტური ეუბნება, მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ თავს. თქვენი სახელი რა იყო? ჩარლზი. დიახ, ჩარლზ. ძალიან კარგი კითხვა და მოусმინოთ ახლა რა ფონი არის იქ გაშლილი. ღამით იესოსთან მივიდა საიდუმლოდ მიაქცეთ ყურადღება მოდის ნიკოდემუსი. თუ შეამჩნევდით პირველ მუხში ნათქვამი რომ ის იყო იუდეველთა მართველი და ის იყო ფარისეველი. ანუ ის იყო ძველი აღთქმის ექსპერტი, განსწავლული მოსეს რჯულში. ის არა მხოლოდ ფარისეველი ექსპერტი იყო, არამედ იმდანად ექსპერტი, რომ მართველობაც კი ჩააბარეს მას. ანუ ის აუცილებლად იქნებოდა სინედრიონის წევრი, რომელიც იყო ისრაელში 70 ყველაზე განათლებული კაცისაგან შემდგარი ორგანო. მოსედან მოყოლებული გახსოვთ, მოსე რო გამოარჩევს ამ ლიდერებს. ასე რომ მან იცოდა მოსეს კანონი, ანუ მოსეს რჯული, მან იცოდა ძველი აღთქმა და ის მიდის ღამე იესოსთან. ალბათ იმიტომ რომ დღისით არ უნდათ რომ სხვა ფარისევლებს ის დაენახათ. ასევე ბრბო აწუხებდა იესოს და ვერ მიუახლოვდებოდა ესეთი ინტიმური საუბრისათვის. ნახეთ, იესო ეუბნება, ვიცით რომ შენ ხარ ღვთისგან, უკაცრავად მიდის და ეუბნება, ვიცით რომ შენ ხარ ღვთისგან მასწავლებელი და არავის შეუძლია შენ მიერ მოხდენილი სასწაულების მოხდენა თუ ღმერთი არ იქნება მასთან. და მე უნდა დაგისვა კითხვა ეუბნება. და სანამ ეს კაცი კითხვას დაუსვავდა, იესო უკვე პასუხობს მას, იმიტომ რომ იესოს შეეძლო ადამიანის გონების და ფიქრების წაკითხვა და მისი კითხვა იცის რა უტრიალებს თავში და მისი კითხვა იყო ის, თუ როგორ გადავრჩებით, როგორ მოხვდებით სათასაბებოში. და ეუბნება იესო, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, თუ ადამიანი ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. ახლა მის გონებაში აუცილებლად გაჩნდებოდა კითხვა. ახლა მე ვიცავ რჯულს, მე ვარ ფარისეველი, მე ვარ ერთგული ჩემი ლეგალიზმის, კანონის დაცვის, საქმეები, მორჩილების. მე იუდაველთა მართველი ვარ. რაც ნიშნავს, რომ მე უმაღლესი სტანდარტებით ცხოვრობ და მთელი ცხოვრება ესე განვლიე. ის არ იყო ახალგაზრდა. და მის თავში იბადება კითხვა, კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ ღვთის სამეფოში მოხვდე? აშკარად მის გულში სიცარიელია. ეჩვენება, რომ სამეფოში მოსახვედრად მას კიდევ რაღაცა აკლია. მას არანაირად არ აქვს ღვთის სიმშვიდე გულში. მას არ აქვს გნდობა, რომ ის ნამდვილად ღვთის შვილი არის, გამოსყიდულია და მარადისობა გარანტირებული აქვს. და ამიტომაც მისი კითხვა იყო, რა უნდა ვქნა, რა უნდა გავაკეთო? კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადავდგა? მე გავაკეთე ყველა ეს კეთილი საქმე, დავიცავი ეს ყველა ეს კანონი. ახლა კიდევ რაღა უნდა გავაკეთო? იესო კითხულობს მის აზრებს და ეუბნება, მე გეტყვი რა უნდა გააკეთო. ყველაფერი უნდა შენ გადახაზო, მიატოვო, უკან დაბრუნდე, ხელახლა დაიბადო და თავიდან დაიწყო ყველაფერი. ყველაფერი რაც შენ აქამდე გააკეთე, არ გეთვლება. ამითი ვერ შეხვალ სათასასუფეველში. წადი ეხლა ახლიდან, ხელახლა დაიბადე და თავიდან დაიწყე ყველაფერი. და ალბათ ამის მოსმენა ნამდვილად შოკი იქნებოდა ნიკოდემუსისთვის. და ის იტყოდა, რანაირად? აბა კეთილი საქმეების დაგროვება, რა აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს, რაც მე გავაკეთე? ხედავთ, იესო კი არ მოსულა იმისათვის, რომ თქვენ კარგ ცხოვრებას კიდე ერთი პატარა შტრიხი დაუმატოს. არამედ ის ამბობს, თქვენ უნდა დაბრუნდეთ და ხელახლა დაიწყოთ ყველაფერი. და ნიკოდემუსი ეუბნება, მოიცადეთ ერთი წუთით, მეოთხე მუხში, როგორ შეიძლება ადამიანი დაიბადოს, როცა ის მოხუცია? მას ესმის ანალოგია, ის არ საუბრობს ფიზიკურ დაბადებაზე. ბროლოდ ამბობს, როგორ ვაპირებ ამის გაკეთებას, როგორ შემიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყო, ყველაფერი წყალში გადავყარო. როგორ მოვახდინო დიდი ხნით უკან დაბრუნება და თავიდან ყველაფრის დაწყება. და იესო პასუხობს, აი როგორ, მეხუთე მუხლი. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თუ ვინმე არ იშვება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში.
საქმე იმაში კი არ არის, რას აკეთებთ. საქმე არ არის თქვენ კეთილ საქმეებში. თქვენ უნდა იშვათ წყლისა და სულისაგან. და რა ბუნებრივია დაუყოვნებლივ ჩდება კითხვა, რაზე საუბრობს ის? რომელ ნათლობაზე საუბრობს? რა არის ეს? კარგით, მოვძებნოთ ახლა კონტექსტი. ვიცით რომ ნიკოდემოსი ებრაელი იყო, ის იყო ებრაელთა მართველი, მან იცოდა ძველი აღთქმა, ძალიან დაწვრილებით, ასე რომ იესო მას ძველი აღთქმის ტერმინებით ესაუბრება. და რასაც იესო ახსენებს მას მეხუთე მუხლში, ნიკოდემოსი აუცილებლად ხდება, რომ ის ძველ აღთქმაში აბრუნებს. და სადაც მიყავს ის, ეს არის ერთადერთი ადგილი, თქვენ თუ აიღებთ ბიბლიას ჩალს, გამომყვებით მე, და ეს მნიშვნელოვანი საკითხია, წინასწარმეტყველ ეზეკიელთან მივდივართ. და ეს გვაბრუნებს ჩვენ წინასწარმეტყველ ეზეკიელთან. და სწორედ წინასწარმეტყველ ეზეკიელში ადგენს ღმერთი ახალი აღთქმის პირობებს. ვთხოვთ ახლა მოდით წავიკითხოთ უბრალოდ. ეს არის ეზეკიელის წინასწარმეტყველის 36-მდე თავი, 25 მუხლი, მაგრამ მე წავიკითხავ მთლიანად ამ ნაწილს. და ჩალზიც მიყვება ჯონს და შილის ბიბლიაში. დიახ, ჯონ თქვენთან ერთად ვკითხულობ ბიბლიას. 22 მუხლიდან. ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს თქო უფლალი ღმერთი, შენი გულისათვის არ ვაკეთებ ამას. სახლო ისრაელის, არამედ ჩემი წმინდა სახელისთვის იმ ხალხებში რომ შებღალე, სადაც მიხვედი. განწმენთ ჩემს დიდ სახელს, დიად სახელს, ხალხებში შებღალოს, თქვენ რომ შებღალეთ მათ შორის და გაიგებენ ხალხები რომ მე ვარ უფალი, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მათ თვალწინ განვიწმინდები თქვენში. აგიყვანთ ხალხებიდან, შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე. გასხურებთ წმინდა წყალს, აი მე 25 მუხლი. გასხურებთ წმინდა წყალს და გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან. ყველა თქვენი კერპებისაგან გაგასუფთავებთ. ჩაგიდგავთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ. ქვის გულს მოგაშორებთ, სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგავთ. ჩემს სულს ჩავდებთ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ. დამკვიდრდებით ქვეყანაში, თქვენს მამებს რომ მივეცი და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები. სული შენში და გაიძულებს იაროთ ჩემი წესებით. ნახეთ, ეს მე ახლა პერეფრაზირებას აკეთებს ჯონ მაკარტური, დამთავრდა 22 მუხლში ეს ციტირება და უკვე ჯონ მაკარტური პერეფრაზირებას აკეთებს 26 მუხლისას. სული შენში გაიძულებს იაროთ ჩემი წესებით. აი ახლა გაჩერდით ჩალს, ნახეთ, ღმერთმა ეზეკიელის მეშვეობით თქვა შემდეგი. მომავალში მე დაგიდებთ ახალ აღთქმას. ეს იქნება წყლით აღთქმა. მე მოგასხურებ სუფთა წყალს. რომელ წყალს? განწმენდის წყალს. და რა არის განწმენდის საშუალება? წყალი წმინდავს ადამიანს? არამედ ჩვენ განვიბანებით მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის სიტყვის. ეს არის ღმერთის სიტყვის წყალი. და ჩალზის ეთახმება ეს. იგი ბიბლია, სიტყვა. დიახ, ბიბლია. და თქვენ მიიღებთ სული წმინდას. წყალი არის სიტყვის განბანება, რომელიც რეცხავს გულს. ხოლო სული კი არის სული წმინდა, რომელსაც ის უკვე ნერგავს შიგნით და ითესება და იბადება. ასე რომ ნიკოდემოს ეუნება იესო. მისმინე ნიკოდემოს, შენ არ გჭირდება მხოლოდ რამდენიმე რამის დამატება შენ ცხოვრებაში. შენ გჭირდება მთელი შენი ცხოვრების გარეცხვა, განბანვა და გჭირდება ღვთისმსული რომ ჩაისახოს შენში. სწორედ ამას ამბობს ის. გასაგებია ჯონ. და ჯონ მაკარტური აგრძელებს და ამას არაფერი არ აქვს საერთო წყლის ნათლობასთან. ან სხვა რომელიმე საიდუმლოებთან და წესჩვეულებებთან. არანაირი. და კითხვის ავტორი უნება, როდესაც მე ვცდილობდი ამათ დაკავშირებას, მესამე და მეხუთე მუხლის, ხომ? ესე იგი, ამასთან დამატებით ჯონ, მეტი აღარ არის არაფერი სხვა საიდუმლოებები და საკრამენტების ჩატარება, რაც მე გამაკეთებინეს ადრე? სხვა ეკლესიაში? და ჯონ მაკარტური პასუხობს, ნება მომეცით გითხრათ. ახალი აღთქმა მხოლოდ ორ წესჩვეულებას იძლევა. პირველი არის ნათლობა, მოციქულთა საქმეები 2:38 მოინანიეთ და მოინათლეთ. ეს ძალიან ნათელია. და კითხვის ავტორი ჩალზი ეცხოვა რომ გახარებულია და ვერ ისვენებს, იმას ჩვევა აჩერებს და განა ეს წყლიდან დაბადება არ ნიშნავს,
მე ყოველთვის მოსმენდა რომ წყლის ნათლობა იყო იესოს სიტყვის მიღება და მისით გაწმენდა. არა, ჯონი ეუნება ეხლა უყურეთ რას. ეს ნიშნავს წყლით ნათლობა ნიშნავს საჯაროდ შეხვიდე, სხვა რამეა ახალი წყლის ნათლობა და სხვა რამეა ეზეკიელში ამაზე ბევრი ილაპარაკა ჯონმა, ვინც თქვენ მოყვებით ადრეც. ახალი აღთქმის ნათლობა ეს არის საჯარო გამოცხადება და დასტურება შენი რწმენისა. იმიტომ რომ სულთმოფენობის დღესაც 53,000 ადამიანი მოინათლა წყალში. ასე რომ ზუსტად ამას აკეთებდნენ ისინი. თავად იესო მიდის იონე ნათლისმცემელთან და აძლევს მას უფლებას მოენათლა იგი იორდანეს მდინარეში. გახსოვთ, საჭურისიც ეთიოპიელი, რომელიც ფილიპეს ხვდება, ასეც ისიც ინათლება იმის შემდეგ, როცა რწმენას მიიღებს და დაუდასტურებს. მას შემდეგ, რაც ის ქრისტესთან მიდის, მან თქვა, რა მიშლის ხელს რომ მოვინათლო. გახსოვთ ხო ფილიპესთან ეს დიალოგი და ფილიპე წყალში წაიყვანს და მონათლის. ეს შინაგანი რეაქციის, ხო, შენი რწმენის შინაგანი რეაქცია რაც ხდება, ეს მონანიება, განახლება, ეს არის გარეგანი დადასტურება და სიმბოლო. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ საჯაროდ ვაღიარებთ იესო ქრისტეს ერთგულებას და რწმენას. დამარხვას, გარდაცვალებას და აღდგომას. ამ წყალში არაფერია, ხედავ, რაც შენ გიშველის. თვითონ წყალში არაფერი არ არის. რაც შენ ჩოდვებს ჩამორეცხავს. მაგრამ ეს საჯაროდ გაძლევს შესაძლებლობას გამოაცხადოთ თქვენი მორჩილება ქრისტესადმი. და გამრეცხავი არის უფლის სიტყვა. რაც ვთქვით, ღმერთის სიტყვა. მეორე ჩვეულება და მეორე წესი, რომელიც არანაირი საიდუმლოება აქ არ არის, მეორე წესი ესეც გახსენება, ეს არის ზიარება, უფლის ტრაპეზი, რაც იესომ გააკეთა. აკეთეთ ეს სანამ მე არ მოვალო. და ადრეული ეკლესია მას ყოველდღე უფლის დღესაც აკეთებდა. ეს არის სასმისი და პური, რომელიც ჩვენ ვიხსენებთ იესო ქრისტეს სიკვდილს, თუ რა გააკეთა მან ჯვარზე. ამგვარად ახალი აღთქმა მხოლოდ ორ წესშუალებას გვაძლევს. პირველი, როდესაც თქვენ ქრისტესთან მიდიხართ, წყალში მოსანათლად, რათა საჯაროდ გამოაცხადოთ თქვენი რწმენა, როგორც ქორწინება. მეორე, უფლის სუფრა, ანუ ტრაპეზი ღვინო და პურის გადეხვა. ეს ორი სიმბოლო და არავითარი საიდუმლო და საკრამენტი, რომელიც უფალმა დაგვიწესა და დაგვიტოვა. და კითხვის ავტორი, მადლობა ჯონ, დიდი მადლობა. გარდა ამისა, სხვა რაღაცეები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რასაც აკეთებენ მართლმადიდებლები, კათოლიკეები, აუცილებელი არ არის. ის ეკლესიის მიერ ფაბრიკაციებია. გესმით? ეს არის ხელოვნურად გაკეთებული, რომ მათი ინსტიტუტი მუშაობდეს და მოქმედებდეს. მე მგონია, ეს დაგეხმარება ჩალსი. დიახ, ჯონ, მე უბრალოდ ვცდილობდი რაღაცნაირად ეს საიდუმლოები ბიბლიასთან რა კავშირში იყო და თუ იყო ბიბლიური მუხლები და მადლობთ, რომ განმიმარტეთ. ეს აუცილებლად დამეხმარება. კეთილი, თქვენც მადლობა ამ კითხვისათვის.